ნათია ზუსტად გავიდა 9 საათი და მთელ საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს. შენ პირადად ნათია მეგრელმა ვის დაუჭირა მხარი? ამ შემთხვევაში მე თავი შევიკავე, რადგანაც თვითონ პროცესის მონაწილე ვიყავი და ჩვენს მაყურებელს მივანდე არჩევანის გაკეთების საშუალება. არ მინდოდა მიკერძოებული ყოფილიყავი და რომელიმეს ჩემგან რამეს წყინო და რომ ხმა მას არ მივეცის. ნამდვილად ორივეს გულშემატკივრობდი. ესე არ გამოაბიძია. კაცო, შენ ხარ განაკეთ სამეგრელო მიპყრობდა. არა, სამეგრელო გიყვარს, მაგრამ კახეთში ყურძენი ხო გიყვარს? საზამთრო ხო გიყვარს? თან მოწვევაც ხო მივიღეთ? მოწვევად ხო მივიღეთ, ახლა ხო მივდივართ ყურძნის დასაკრეფად. ნათია, თქვი მართალი ვის მიეცი ხმა? რას ქვია მიყვარს? ვის მიეცი ხმა? ხალხი გელოდება. არ მიმიცი არავისთვის რეალურად. გაჩერდი, ხო? არ შეიძლება. თქვი რომელს მიეცი ხმა? თქვი კაცო, ეს საწყენი არ არის. მაშინ ამ შემთხვევაში ლუკას დაუჭერ მხარს, დათოს ჩემი ძიდი სიყვარული და პატივისცემა. ლუკას უჭერ მხარს. მოდი, ესე გავაკეთოთ, ნათია. მე ჩემი მთელი ცხოვრება შენ იცი რომ ბიზნეს დავუთმე. მე მოსახლეობა მიცის, არიფი დღეს არავინ არ არის. სადაც მინდა იქ ვიქნებოდი. და როცა მინდა იქ ვიყავი, სადაც ვიყავი და დღესაც და ხვალაც, სადაც მინდა იქ ვიქნებოდი. მაგრამ მე სადაც მინდა იქ ვარ მთელი ჩემი ცხოვრება. ეს არის ბიზნესი. მე უთხარი, ვინც მოიგებს, მას ჩვენ გადავცემთ 1000 ლარს. ესე ხო იყო გიო? და ორი მოგებული არ შეიძლება რომ იყოს. მოგებული არის ერთი, ხო დღეს. უყურე როგორ ხდება. მე ხო ვეუნები ახალ შენ ხო იცი მე როგორ მიყვარს ახალგაზრდა თაობა. და მე რადგან ეს გზა რთულად გავიარე, მე მინდა რომ უმაღლეს დონეზე განათლებულები არ იყვნენ. უმაღლეს დონეზე განათლებული ლავაშსყიდის ეგერ ხო ხედავ? არა, უმაღლეს დონეზე განათლებული არ შეიძლება. განათლებული უნდა იყო საშუალოდ და პრაქტიკა უნდა კონდეს მიღებული უმაღლეს დონეზე. პრაქტიკა უფრო მთავარია, მაგრამ ხო გეუბნები განათლება საჭიროა, მაგრამ არ უნდა ესეთი საშუალო დონეზე პრაქტიკა და უმაღლეს დონეზე პრაქტიკა და საშუალო